Advisor-ი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია Pfizer-თან ერთად წარმოგიდგენთ. Ამ კვირაში საკმაოდ საინტერესო თემა და სტუმრები შევარჩიეთ. ავანგარდში იყო სადაზღვევო კომპანია Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფო ლებანიძე, რომელიც ძირითადში თავად წარუძღვა ჩვენს მორიგ თემას რისკების მართვასთან დაკავშირებით. ერთად ნახოთ აღნიშნული ინტერვიუ. ვაგრძელებთ რისკების მართვაზე საუბარს. მე მირჩევნია უკვე რომ ბოლომდე შემოვიდეს მათ შორის სტუდიურ ინფრასტრუქტურაში თანაწამყვანის ამპლუაში სოფო ლებანიძე, რომელიც კომპანია Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ბოლო გადაცემებმა და რეიტინგებმა, რომელიც ნახვადობიდან გამომდინარე მოდის, სოციალური ქსელი უტყუარი ფლელია ამ ყველაფრისა, ადასტურებს ინტერესს ამ თემის მიმართ და Advisor-იც საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ შედგა საკმაოდ გრძელვადიანად. სოფო, გამარჯობა. გამარჯობა. წარვადგინოთ დღევანდელი თემა და სტუმრებიც. ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი თემა საკმარისად მსუყეა. მაგრამ ამ მსუყე თემას ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად განვიხილავთ. ვისაუბრებთ ჯანდაცვის სისტემაზე და ვინ თუ არა ჯანდაცვის სისტემას ძალიან კარგად შეგვიფასებს დაზღვევის ჭრილში და რისკების მართვის ჭრილში სანდრო ურუშაძე და პრაქტიკული პერსპექტივიდან ძალიან საინტერესო იქნება შინაგანი მედიცინის სპეციალისტის საოჯახო მედიცინის ჭრილში ამ პროცესების ნახვა და ანალიტიკა ნინო კანთარია და ორივე მათგანს უდიდესი მადლობა დღეს სტუმრობისთვის. გამარჯობა ნინო. გამარჯობა, მოგესალმებით. პატივია ყოველთვის. რაღაცა თვალსაზრისით გვიხარია ზრდის ტენდენცია, მილიარდიან ნიშნულს გადავაჭარბეთ, მაგრამ რაღაცა კი. თუმცა მეორეს მხრივ არ არის ეს ის პროგრესი, რომლითაც შეიძლება ჩვენ ვიყოთ კმაყოფილები ან ბედნიერები და საჭიროა მსჯელობა იმაზე, თუ რა გამოწვევები აქვს დღეს დაზღვევის ინდუსტრიას მედიცინის ნაწილში. რითი შეიძლება რომ დავეხმაროთ ჯანდაცვის მედიცინის დაზღვევას, რომ უფრო კარგი განვითარების ტენდენციები და დინამიკა ქონდეს. მოი დავიწყოთ ყველაზე უინტერესო ციფრებით. ხო? და გითხრათ რომ ეხა საქართველოშიც და როგორც მთელ სოფლიოშიც სადაზღვევო კომპანია მაინც არ უყვართ. ისევე როგორც საგადასახადო რაღაც, მაგრამ ყველა ხვდება რომ ეს საჭიროა. და თუ საქართველოს ციფრებს ვნახავთ, აი თქვენ სწორად აღნიშნეთ, 700,000-ზე მეტ ადამიანს აქვს სამედიცინო დაზღვევა. უზარმაზარი რიცხვია 3.5 მილიონიან ქვეყანაში. თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანი არის დასაქმებული, რამდენს აქვს მუდმივი შემოსავალი, რამდენს აქვს საშუალება იყიდოს ეს დაზღვევა, ხო? ციფრი არის ძალიან შთამბეჭდავი. და მეორე ასევე შთამბეჭდავია ის, რომ საქართველოში სამედიცინო დაზღვა სხვა დაზღვევებზე მეტ პრემიას იღებს ყოველწლიურად, ხო? კიდევ ორი მნიშვნელოვანი მომენტია ტემპი განვითარების, ხო? აი რომ შევადაროთ, თქვათ, აი მე ბოლო წლების ციფრებს ნახავხედე. თუ 23 წელს 2023 წელს სადაც 600,000-ზე ცოტა მეტი ადამიანი იყო, 2024 წელს სულ ერთ წელიწადში უკვე 700 რაღაცა ათასი. 100,000 საკმაოდ დიდი ნამატია, საკმაოდ ბევრი ნამატია. და ერთის მხრივ ეს აჩვენებს იმას, რომ ადამიანებს აქვთ ამის საჭიროება, ხო? და მეორე რომ სადაზღვევო კომპანიას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ენდობა. პრემიაში, ანუ სადაზღვევო პრემიაში ინდუსტრია უფრო მეტად იზრდება, ვიდრე დაზღვეული პირების რაოდენობრივ ნაწილში. კარგი ამბავი არის ის, რომ ვინც სადაზღვევო სისტემით სარგებლობს, ის ამ სისტემიდან არ გადის. ანუ კმაყოფილია მომსახურებით, მოსწონს რისკების მართვის ეს სისტემა და ისინი სისტემაში რჩებიან ნდობის და ბევრი სხვა მიზეზების გამო. მაგრამ სამწუხაროდ მაინც პრობლემაა ის, რომ ახალი ადამიანები დაზღვევის სისტემაში არ შემოდიან ისეთი ტემპით და ტენდენციით, როგორითაც ვისურვებთ. როდესაც საუბრობთ ჩვენ, აი თქვათ, გასვლაზე ან შემოსვლაზე, ხო? და მაინც ვთქვათ, რომ ძირითადი ნაწილი ამ პორტფელის, სადაზღვევო პორტფელის არის კორპორატიული კონტრაქტები, ხო? საბოლოო ჯამში ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან დიდი ნაწილი არის სახელმწიფო მოხელეების მათ შორის, ხო? ცოტა მოულოდნელიც უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ თუ ვაღიარებთ, რომ ჩვენთან საყოველთაო დაზღვევა, რატომ უნდა იყიდოს ადამიანმა კერძო დაზღვევა, ხო? სადღაც ეს იმასაც ნიშნავს, რომ არის სუსტი ადგილები აქვს ჩვენ სამედიცინო დაზღვევას და ადამიანებს უფრო კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა უფრო ეადვილებათ ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო ურჩევნიათ. ალბათ თუ თქვათ გამოწვევებზეც ვისაუბრებთ, ხო? ერთ-ერთი გამოწვევა ის არის, რომ მაინც
რეალურად ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ არის ბარიერი ამ კერძო დაზღვევის შეძენის, თუ ის ოჯახისთვის ყიდულობს, კერძო დაზღვევას ყიდულობს, ხო? მაგალითად, ერთ-ერთი ბარიერი ის არის, რომ როდესაც ადამიანი ვთქვათ კოლექტიური დაზღვევიდან გამოდის და ხელახლა უნდა დაზღვევა გააკეთოს, მის ისტორია არ გრძელდება, ის იწყება თავიდან. არ არის ასე. ყოველ შემთხვევაში ჩემ პირად შემთხვევაში ასე იყო. ძელვადიანი თანამშრომლობა რაც უნდა იყოს საფუძველი ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიასა და ორგანიზაციასთან კერძოფრის, როდესაც სადაზღვევო ისტორია წლების განმავლობაში იწერება და ეს შენი ბიოგრაფიის ნაწილი ხდება. სადაზღვევო CV დავარქვათ ამას, ხო? აი ეს ჩემი აზრით ყველას ბუნებრივად გვეჩვენება, მაგრამ ხშირად ასე არ არის. ადამიანებს, რომლებსაც კერძო დაზღვევასთან აქვთ ურთიერთობა, აქვთ იმისი განცდა, რომ რაღაცა მომენტში, როცა მას ყველაზე ძალიან დაჭირდება ეს დაზღვევა, შეიძლება მიატოვოს სადაზღვევო კომპანია. იმიტომ რომ მისთვის საინტერესო აღარ იქნება მასთან ურთიერთობა. საინტერესო და ალბათ ჩემი აზრით თუ თქვათ მეგობრობაა და ურთიერთობაა და ხანგრძლივი ურთიერთობაა, ყველაზე ძალიან ეს ურთიერთობა შეიძლება ამან იმოქმედოს ფასზე, შეიძლება ამან იმოქმედოს გარკვეულწილად. აი იგივე არის სიცოცხლის დაზღვევაზე სხვათა შორის. საქართველოში თუ გინდა ჯანმრთელობა და სიცოცხლე დააზღვიო, რომელიც აი სიცოცხლის დაზღვევის ნაწილი ბევრად უფრო რთული და კომპლექსურია. რთული, აი ძელვადიანი სიცოცხლე თუ მინდა გავაკეთო, აქაც მე იძულებული არ მოკლე ასე თქვათ პერიოდებით გავაკეთო და ყოველ წელს განვაახლო ეს კომპლექსი. და სხვათა შორის სიცოცხლის დაზღვევა რეალურად განვითარებულია უფრო საბანკო სერვისებში, ან კომბინირებულ სამედიცინო პოლისებში, ვიდრე ცალკე მდგომი სიცოცხლის დაზღვევა. კრედიტის აღების დროს ფაქტიურად ხდება ეს, ბანკი იზღვევს თავის რისკს, უფრო სხვადასხვა რო თქვათ, ხო? ამიტომაც აი ერთ-ერთი ბაბატიეთ რომ დავამთავრებ, აი ერთ-ერთი გამოწვევა ჩემი აზრით, ხო? აი ბიზნესი ვითარდება, ადამიანების რაოდენობა იზრდება, პროდუქტები მრავალფეროვანი ხდება, არჩევანი მეტი გახდა, უფრო და უფრო მეტ ორგანიზაციას, სადაზღვევო ორგანიზაციას ენდობიან ადამიანები, მაგრამ ჩემი აზრით ეს იზრდება? იზრდება, ცხადია, იმიტომ რომ ეს ხო ადამიანები ამას დავარქვათ ამას, ეს არის ყველაზე პატიოსანი არჩევნები, რომელსაც ადამიანები თავის არჩევანს აკეთებენ საკუთარი ჯიბის ფულით. ეს როდესაც ინდივიდუალურ დაზღვევას ეხება. კორპორატიულ ნაწილში კიდე სხვა მდგენელებია. ძალიან საინტერესოა ნინოს ხედვა, პერსპექტივა, როგორც პრაქტიკოსი ექიმის ამ პროცესში. სამედიცინო პერსპექტივიდან თქვენ როგორ აფასებთ დაზღვეული ადამიანი ექიმისთვის კომფორტია თუ რაღაცა ფორმის ბიუროკრატია? ექიმის თვალთახედვიდან ამ პრობლემას რამდენიმე საკითხს უფრო სწორად, რამდენიმე კუთხით დავაყენებ. დავიწყებ სტაციონარული სერვისებიდან. აქაც არ არის მარტივად საქმე, იმიტომ რომ ვიცით, რომ სახელმწიფოში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ასევე ანაზღაურებს გარკვეულ ნოზოლოგიებს. და იმ შემთხვევაში თუ კი პაციენტს აქვს როგორც საყოველთაო, ასევე კერძო დაზღვევა, ეს ზოგიერთ კატეგორიას, იმიტომ რომ ჩვენი სისტემა დავაზუსტოთ, კი, ნამდვილად ასეა ზოგიერთ კატეგორიას, აქ იქნება ხოლმე გარკვეული ბიუროკრატიული საკითხები. თუმცა ამის რეგულაცია მეტნაკლებად, მე ვფიქრობ, პაციენტის ინტერესიდან გამომდინარე, მაინც ხდება. რაც შეეხება ამბულატორიულ სექტორს, აქ ექიმისთვის დაზღვეული პაციენტი არის გარკვეული კომფორტიც და დისკომფორტიც. კომფორტი ის არის, რომ თუ კი პაციენტს სჭირდება სხვადასხვა კვლევები, ექიმთა სპეციალისტთა კონსულტაციები, სერვისები, უფრო ასე ვთქვათ, თავისუფალია ექიმი ამ არჩევანშიც და ფინანსური თვალსაზრისით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, საქართველოში ისევ როგორც სოფლიოში სამედიცინო მომსახურების ხარჯები ბოლო პერიოდში იზრდება და იზრდება. და ეს ბუნებრივიც არის, რასაკვირველია. რაც შეეხება დისკომფორტს, ესეც ამავე დროს არსებობს თან, იმიტომ რომ ამ პაციენტის დაზღვევაში არსებობს ხელშეკრულება და ხელშეკრულების პირობები, რომლის მიხედვითაც გარკვეული ნოზოლოგიები უფინანსდება, გარკვეული არ უფინანსდება. და ეს რატო არის თქვენი აზრით დისკომფორტი? ეს უფრო ხელშეკრულების პირობები და დაფარვის საკითხი ხომ არ არის ვიდრე დისკომფორტი? რატომ არის ეს ექიმისთვის დისკომფორტი? ამას განმარტავ, იმიტომ რომ პაციენტს მოლოდინი აქვს, რომელიც რადგან დაზღვეულია, ყველაფერი დაუფინანსდება, ის რაც მას სჭირდება, რასაც ექიმი დაუნიშნავს. ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ ახალი განახლებული დაზღვევა, რომლის დროსაც არ არის სრულად დაცული, ან საერთოდ არ არის დაცული უწყვეტობა, შესაბამისად გარკვეული მოცდის პერიოდით შეიძლება მუშაობდეს ამ პაციენტთან და ის სერვისი, რომელიც აი იმ მომენტში დადგა საჭიროება, ახლა არა უნაზღაურებს. ასე რომ ამ ასეთ შემთხვევაში აი ეს დისკომფორტი ექიმისთვის
ამბულატორიულ სერვისებშიც კი არსებობს. გამოდის, რომ ჩვენ ეს დისკომფორტი შეგვიძლია ძალიან მარტივად მოვაგვაროთ და ეს სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ სადაზღვევო პროდუქტები კიდევ უფრო მეტად უნდა გამრავალფეროვდეს. ინდუსტრია არც თუ ისე ცუდი ტემპით ვითარდება, მაგრამ ძალიან საინტერესო აქცენტია და ალბათ კიდევ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ ამ, ასე ვთქვათ, პროგრესს არ უნდა ჩამორჩეთ და არ უნდა შევანელოთ ეს პროგრესი. აი იმ პროცესში, როდესაც საუბრობთ სისტემაზე, შემდეგ ვისაუბრეთ ექიმის კომფორტზე და დისკომფორტზე, ამ რგოლში რა არის ყველაზე საკვანძო ნაწილი, როდესაც საუბრობთ სადაზღვევო ინდუსტრიის, როგორც შემსყიდველის და მიმწოდeblis, ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების ურთიერთობაზე. ერთი სიტყვით რო უპასუხოთ, ალბათ ხარისხი. ხარისხი. იმიტომ რომ ხარისხს ორი განზომილება აქვს. პირველი ეს არის კლინიკური შედეგი და მეორე არის თვითონ კმაყოფილება, ხო, მოქალაქის, ну, დაზღვეული ამ შემთხვევაში. და თუ ეხლა შევხედავთ როგორც კლინიკას და საზღვაო კომპანიას ჭრილში, დღეს ეს კონტრაქტები არის ძალიან ფასზე დამოკიდებული. ну, დავარქვათ ფასზე სენსიტიური. თუმცა დღემდე მაგალითად მე არ მინახავს არც ერთი კონტრაქტი სადაზღვევო კომპანიაში, შეიძლება მე არ მინახავს, ანუ იმის იმედით ვიძახი, რომ შეიძლება არსებობს. რომ სადღაც სადღაც ეს IAP თუ ხარჯდეფექტური შესყიდვის დროს არის სადმე მითითება კლინიკურ სტანდარტს. სადაზღვევო კომპანია არ უნდა ერეოდეს კლინიკის ასე ვთქვათ კომპეტენციაში და ექიმის კომპეტენციაში, მაგრამ ამავე დროს უნდა თავი დაიცვას იმისგან, რომ ექიმი არასაჭირო ხშირად ზედმეტ და ხშირად თავისი არაკომპეტენტურიდან გამომდინარე, ხო, შეიძლება დამაზიანებელ დანიშნულებას უწევს ან წამალს, ხო? აქედან ორივე მხარეს იცავს, მაგრამ პირველ რიგში იცავს პაციენტს, ხო? ანუ უნდა შევხედოთ ამას არა როგორც მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც აგინაზღაურა ხარჯი და დავარქვათ, არამედ ორგანიზაცია, რომელმაც შენი ასე ვთქვათ, დავარქვათ უფლებები, როგორც პაციენტის, ხო? რომ თქვათ შენ არა მარტო ფინანსური რისკიდან დაგისვა, არამედ უხარისხო მომსახურებისგანაც დაგისვა, ხო? აბსოლუტურად ვიზიარებ, მაგრამ ეს პერსპექტივა მინდა გადავამოწმო ნინოსთან, როგორც პრაქტიკოს ექიმთან. წარმოვიდგინოთ, მოვიდა დაზღვეული ერთის მხრივ ექიმი უყურებს პაციენტის საუკეთესო გამოსავლის, ხო, პირობას, მეორეს მხრივ უყურებს სადაზღვევო ხელშეკრულებას და რა თქმა უნდა უყურებდეს ხარისხის სტანდარტს, გაიდლაინს და პროტოკოლს იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგს მიაღწიოს დიაგნოსტირებაში და მკურნალობაში. დანერგვა სირთულე იქნება? რამდენად რეზისტენტული შეიძლება იყოს სამედიცინო საზოგადოება, თუ სადაზღვევო სისტემაში ეს სტანდარტები შემოვა? მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ მთელ მსოფლიოში დღეს მედიცინა დაფუძნებულია პროტოკოლსა და გაიდლაინზე. პროტოკოლი და გაიდლაინი შეიძლება ბევრ შემთხვევაში არასწორად იყოს გაგებული, როგორც სამედიცინო საზოგადოებაში, ასევე მოსახლეობაში და აქვე განმარტა. პროტოკოლი და გაიდლაინი გახლავთ გზამკვლევი სხვადასხვა დაავადებების დროს, რა ძირითად საკითხებზე უნდა იყოს აქცენტირება. თუმცა ეს გაიდლაინი არ ართმევს ექიმს თავისუფლებას გააკეთოს მოდიფიკაცია. საქართველოში გარკვეულ ნოზოლოგიებში ხდება, დაიწყო უკვე მიყოლა პროტოკოლ გაიდლაინებზე, გარკვეულ ნოზოლოგიებში ნამდვილად გვიჭირს სამიმართულებით. ზოგი კლინიკა მეტად მიყვება, ზოგი კლინიკა ნაკლებად მიყვება. ჩემი აზრით, აქ საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში არ არის განსაზღვრული ყველა ნოზოლოგიაზე ქვეყნის შიგნით მოქმედი პროტოკოლ გაიდლაინი. შესაბამისად, ექიმი, რომელიც სახელმწიფო ლიცენზიას ფლობს ამადო იმ საექიმო საქმიანობაში, მას ყველა ნოზოლოგიაზე არ აქვს განსაზღვრული, როგორ უნდა მოიქცეს. შესაბამისად, აქვს თავისუფლება მისდიოს საერთაშორისო პროტოკოლ გაიდლაინს ან თავისი საკუთარი გამოცდილება კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მკურნალობა. რა თქმა უნდა, დაზღვევას უნდა, რომ ეს ხარისხი იყოს პროტოკოლ გაიდლაინზე დამყარებული, იმიტომ რომ უსაფრთხოა ეს როგორც მისი დაზღვეული პაციენტისთვის, ისევე სადაზღვევო კომპანიისთვის. მე ვფიქრობ, ყველა კლინიკას უნდა რომ ასევე იყოს ყველა ექიმი მიყოლილი პროტოკოლ გაიდლაინზე, იმიტომ რომ ეს კლინიკის უსაფრთხოება და კლინიკის ექიმების უსაფრთხოებაც არის, მაგრამ პრაქტიკაში ამის დანერგვა არ მგონია, რომ ერთბაშად იყოს შესაძლებელი. როცა ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, სისტემაზე და დაზღვევაზე, წარმოუდგენელია, რომ არ შევეხოთ ისეთ მთავარ ღერთ სისტემის, როგორც არის პირველადი ჯანდაცვა, საოჯახო მედიცინა.
ვისაუბრეთ სისტემაზე, ხარისხზე, კონტრაქტირებაზე, რისკების მართვაზე და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და აქ ალბათ თავარი ღერძი არის მაინც საოჯახო მედიცინა. სანდრო, როგორ ფიქრობ და ალბათ იგივე კითხვა ნინოსთვისაც მექნება. რა შეიძლება გავაკეთოთ დაზღვევის ინდუსტრიამ, ალბათ სახელმწიფოსთან ერთად, იმიტომ რომ მათ გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ამხელა, ასე ვთქვათ, რგოლის გაძლიერება. რა უნდა გააკეთოს დაზღვევის სისტემამ, ინდუსტრიამ იმისათვის, რომ პირველადი ჯანდაცვა ოპერირებდეს და ფუნქციონირებდეს ისე, როგორც საჭიროა და ამისი უამრავი მაგალითი გვაქვს ევროპაში და განვითარებულ სამყაროში. ცოტა გავაბრაზებ სამინისტროს და ვიტყვი, რომ უნდა ისწავლოს ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიებისგან. შეხედეთ ოჯახის ექიმს, რომელიც მუშაობს სადაზღვევო კომპანიაში და ბევრ სადაზღვევო კომპანიას ყავს სამედიცინო დაზღვევის სფეროში თავისი ოჯახის ექიმები, როგორ ასრულებენ ისინი ეგრეთ წოდებული ჭიშკრის დამცველის როლს, gatekeeping-ს, ხო? ყოველგვარი პაციენტის პატივისცემის დაცვით, ყველა იმ კლინიკური, თქვათ და ეთიკური ნორმის დაცვით, რომელსაც მაგრამ ამავე დროს ისინი ცდილობენ ზედმეტი ხარჯი, თქვათ, ზედმეტი დანიშნულება ამ ეთიკის ფარგლებში მაქსიმალურად არიდონ პაციენტსაც და არიდონ, თქვათ, დამფინანსებასაც, ხო? და საბოლოო ჯამში პირველ რიგში მოახდინონ პრევენცია გაუარესების მდგომარეობის, რომელიც ჰოსპიტალიზაციამდე მიიღოს პაციენტს, ხო? გიორგი, კომპლიმენტი მივიღეთ ამასობაში სანდროსგან, რომ დაზღვევა ძალიან კარგად მართავს და ძალიან სწორად უყურებს უკეთესად. ხო. უკეთესად. კი ბატონო და ნინო დაიშურებთ თქვენ კომპლიმენტს. უნდა დაგეთანხმოთ, რომ საბოლოოდ მაინც კერძო სექტორმა შეძლო ამ სეგმენტის გაძლიერება, იმიტომ რომ სახეზია ის გამოცდილება, რაც კერძო სადაზღვევებს აქვთ ოჯახის ექიმის სერვისის თვალსაზრისით. მაგრამ აქვე დავძენ უარყოფით მხარეებს, რასაც მე ვხედავ, თუნდაც კერძო სადაზღვევო კომპანიების თვალსაზრისით და გარკვეულ უფრო მეტად ალბათ სახელმწიფო დაზღვევაშიც ჩანს ეს ამბულატორიულ სექტორში. პროფილაქტიკური კვლევები რის საფუძველზეც ექიმს, ოჯახის ექიმს უნდა შეექმნას წარმოდგენა რა პრობლემებთან აქვს საქმე ინდივიდუალურ პაციენტთან მიმართებაში. ეს პროფილაქტიკური კვლევები ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კერძო სადაზღვევო კომპანიებს გათვალისწინებული აქვს და ჩადებულია წელიწადში ორჯერაც რაღაც გარკვეული კვლევები, მაგრამ ეს არის არასაკმარისი ნამდვილად იმისთვის, რომ ჩვენ მივსდიოთ მსოფლიო რეკომენდაციებს სხვადასხვა დაავადებების სკრინინგის კუთხით. შემაჯამებელს გავაკეთებთ ესეც ანუ სანდრო, როცა საუბრობთ გაიდლაინებზე და პროტოკოლზე, ეს ვალდებულება უფრო ვიდრე დისკრეცია ხოცალსახად სახელმწიფოა. თუ ეს არის რაღაცნაირად საერთაშორისოდ გაწერილი თემები, რომელსაც რაღაცა ეყრდნობა. სახელმწიფო ვართ ჩვენ. რაც შეეხება მთავრობას, მან ხელი უნდა შეუწყოს, თორე დისკრეციამ გადაწყვეტილების არის პროფესიონალთა ხელში, როგორც წესი. ყველგან და ჩვენთანაც იმედი ასე უნდა იყოს. ეს არის სამედიცინო საზოგადოების მიერ მისაღები და საქართველოში წესია. საქართველოში როცა გაიდლაინს და პროტოკოლის შექმნის გაიდლაინი დავამტკიცეს თავის დროზე, სწორედ პროფესიული ასოციაცია არის ის რგოლი, რომელშიც იქმნება, რომლის გავლითაც იქმნება ხოლმე ну, ცხადია საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. ამისი ძალიან პოზიტიური გამოცდილება არსებობს. ბევრი კლინიკა ახლა 3 GSI სერტიფიცირებული კლინიკაა ჩვენთან და უკვე ჩავთვალოთ, რომ ის გამოცდილება და ცოდნა არსებობს საქართველოში. რაც შეეხება თქვენაც ბრძანეთ, თქვა სახელმწიფოს როლს, უმნიშვნელო არის სახელმწიფოს როლი, იმიტომ რომ ის რეგულაციები, რომელსაც სახელმწიფო იღებს, სამწუხაროდ დღეს უფრო სადამსჯელო ხასიათს ატარებს, ვიდრე წამახალისებელს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ საკითხზე, რომ ეს გაიდლაინი და პროტოკოლი, რომელსაც დარგობრივი ასოციაცია შემოიტანს, განიხილავს პროფესიულ დონეზე და დაამტკიცებს, დანერგვა განახორციელოს ყველა სექტორში, ყველა რეგიონში, ყველა კლინიკაში, რომელიც საქართველოში არსებობს. გილოცავთ მორიგ წარმატებულების ცხოვრებას. მადლობა. მადლობა Advisors, მადლობა სანდრო, ურმესი მადლობა ნინო ბრძანებისთვის. მადლობა.